გამარჯობა მოგესალმებით YouTube-ზე დვალიშვილთან ვიმყოფებით ბათუმში და ვაშუქებთ რასაკვირველია ოლიმპიურ ფესტივალს საოცარ სპორტულ ღონისძიებას და ვინ არის ჩემთან გვერდში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჯერ ლაშა ბექაური რომელიც აქ იმყოფება ლაშა მადლობა რომ გამონახეთ დრო და ხარ ჩვენთან ერთად პირველი რა თქმა უნდა კითხო ოპერაციაზე როგორ ჩაიარა ოპერაციამ და რა იყო საბოლოო ჯამში რა ტრამვით ჩახვედი შენ საფრანგეთში საოპერაციო იდეალურად ჩაიარა ოპერაციამ რადგან შეხვდა ძალიან კარგი ექიმი, მოვიზიეთ, ევროპის მასშტაბით იყო საუკეთესო და გადავწყვეტეთ, რომ ჩაგვეტარებინა ოპერაცია საფრანგეთში, ქალაქ ბურში და ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა, რეაბილიტაცია მიმდინარეობს ახლა, იდეალურად. და ეს მკერდის კუნთი და ბიცეპსის შეერთების ადგილი იყო, ყესთან ერთად გაწყვეტილი, საკმაოდ რთული დაზიანება იყო და ოპერაციის გარეშე ვერ გამოვძვერით ესე რომ ვთქვა და ღმერთის წყალობით თავარია ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ჩვენ მქონდა სულ ინფორმაცია მუდმივად შენი ექიმებისგან ამ მიმდინარეობის შესახებ შენ პირად ჩვენთან ვესაუბრე და მინდა კითხო რეაბილიტაციის შესახებ. რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს ეს რეაბილიტაცია, იმიტომ რომ ჩვენ გამომწერებსაც და ზოგადად გულშემატკივარს აინტერესებს რა თქმა უნდა. ერთი თვე უკვე გავიდა ორთოში სავარაუდოდ ატამზე მომზადებას დავიწყებ. მანამდე უკვე დავიწყენ სიარული აღმართზე ესე რომ ვთქვა და სრული დატვირთვით სავარაუდოდ ორთოში შევძლებ უკვე რომ დავიწყო ვარჯიში. ეხლა ჯერ კიდევ ხელი მარჯვენა ხელი შედარებით რაღაცა თითქოს დისკომფორტი. კი, ეს დამჭერი ახალი მოხსნილი მაქვს და მაინც მიჩვეული რო არის, ეხლა ესე მაქვს რაღაცა. მაინც არ ვატანძალას რა ხო ხდება. მითხარი, ორთოში დაიწყებ უკვე ტატამზე, მაგრამ სრული დატვირთვა, რა თქმა უნდა, ჯერ ნაადრევი იქნება. ხო, რა თქმა უნდა. ზოგადად ოპერაციის მერე ეტაპობრივად, რა თქმა უნდა, ნელ-ნელა რო განვითარდეს კუნთი რა. მოკლედ, ორი გვაქვს. იქნება მესამე, დარწმუნებული ვარ და იქნება მეოთხეც. მინდა რომ მითხრა, იმიტომ ერთხელ შენ მე მითხარი ესე პირად საუბარში, რა ორი ეხლა რა სამიო და ასე შემდეგ. უფლის წყალობით, რა თქმა უნდა, მთელი გულით სანამ შემიძლია, რომ ჩემ ქვეყანას ვემსახურო როგორც შემიძლია. ისე ვემსახურები და ყველაფერს ვიზამ იმისთვის რომ კიდევ ორჯერ შევძლო.